სახელითა მამისა და დადისა და დაწმინდისა სულისა და ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს და პირველ რიგში მინდა უწმინდესის ლოცვა კურთხევა გადმოგცეთ. როცა ვესაუბრე, მითხრა რომ აუცილებლადო ყველას გადაეციო ლოცვა კურთხევა ჩემგანო. ყველას მოგილოცათ ეს ორი დიდი დღესასწაული უწმინდესმა, ერთი გიორგობა და მეორე ჩვენი ამ ბრწყინვალე ტაძრის კურთხევის დღეა, სამების დაბადების დღეა ტაძრის. ყველას მოგილოცავთ უწმინდესის სახელით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. დღეს არის სცენება ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, წმინდა გიორგის. ის ყოველი ქართველისთვის და არა მარტო ქართველისთვის საყვარელი წმინდანია. ვინ იყო ის? ის იყო მხედარი, ის იყო სარდალი, ის იყო იმპერატორთან და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს. იმიტომ რომ ყოველი ქრისტიანი ყოველთვის ემსახურება თავის სამშობლოში ხელისუფლებას. არ უპირისპირდება, არამედ ჩვეულებრივ მებრძოლი იყო და ომშიც მიდიოდა და ფრიად საყვარელი იყო დიოკლეტიანესთვის. იმიტომ თავის ვაჟკაცობით ახალგაზრდა იყო ძალიან, მაგრამ უკვე გამოჩენილი იყო თავის სიმამაცით და ხნეობით. ის ბრძოლას არ უშინდებოდა და სიკვდილზეც მიდიოდა, როდესაც ეს თავის ქვეყანას ჭირდებოდა. და როდესაც დგება მომენტი, რომ იმპერიაში კერპთაყვანისმცემლობა არის გავრცელებული და კერპებს წირავენ ძღვენს, რა თქმა უნდა, წმინდა გიორგი როგორც მართალი ადამიანი არ დავა მაგდონეზე და არ შეწირავს კერპებს. არ უნდა დიოკლეტიანეს მისი დასჯა და ეუბნება თუ კერპებს თაყვანისცემს, ნახევარ სამფლობელოს, ნახევარ იმპერიას დაუთმოს. მაგრამ წმინდა გიორგისთვის არაფერი არ იყო ყოველივე ამქვეყნიური, თუ მთავარზე იტყო და უარს, თუ თავის შინაგან თავისუფლებაზე იტყო და უარს, თუ თავის სარწმუნოებაზე იტყო და უარს. მისთვის არაფერი არ იყო ამა ქვეყნის სიმდიდრენი, იმიტომ რომ როგორც ეკლესიის სწავლება ადამიანის სულზე ძვირფასი არაფერი არ არის. თვითხილული სამყაროც კი და წმინდა გიორგიმ თავისი ამ ქმედებით დაამტკიცა, რომ მართლაც არიან ადამიანები, რომლებზეც ასრულდება ხოლმე ღვთის განგებულება და მან არაფრის დიდებით არ დატოვა რწმენა და რამში აძლევინა, რომ გაეძლო მრავალი წამებისათვის. როგორც ვფიქრობ, მას ჰქონდა უდიდესი სარწმუნოება, ეს ყველამ ვიცით, უდიდესი სასოება ღვთისა და ამავე დროს ზღვა სიყვარული უფლისა და კეთილმოშიშება ყოველივე ეს აძლევდა მას ძალას, რომ შიშის გარეშე ხნედ ეღიარებინა უფალი და არავითარ მორალურ კომპრომისზე არ წასულიყო. ჩვენ ვიცით რა ძნელია გააკეთო ეს, თუნდაც აი რომ გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების არც თუ ისე შორეულ წარსულს, სამსახურის დაკარგვის შიშით რამდენი რამის ჩადენა გვიწევდა ხოლმე. სინდისთან კომპრომისზე მივდიოდით, მერე ყოველთვის წუხდით ამაზე. მაგრამ ჩვენ გვაქვს მაგალითები, ერთს იმიტომ უყვარს წმინდა გიორგი და იმიტომ არის ერისმფარველი, განსაკუთრებულად გამორჩეული, რომ უნდა მივბაძოთ, მას უნდა მივბაძოთ ჩვენ. ჩვენ მაგალითი უნდა ავიღოთ იმ გმირებისგან, იმ დიდებული პიროვნებებისგან, ვისგანაც მართლაც შეიძლება მაგალითის აღება და არა სულ მოკლეებისაგან.
არც თუ ისე შორეულ წარსულში რამოდენიმე წლის წინ ძიმე ტრაგედია შეემთხვა ჩვენ ერს რუსეთმა ჩვენი ტერიტორიის გარკვეული და ძალიან დიდი ნაწილი წაგვართვა წინა საუკუნეშიც და იმის წინა საუკუნეებშიც კიდე სხვა ქვეყნებმაც ასევე დიდი ტერიტორიები წაგვართვეს და ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედია ვერც ერთი ქართველი ვერ დაუშვებს იმას რომ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა ვინმეს დაუტოვოს და აჩუქოს და უფეშკაშოს ამას ვერავინ ვერ შეეგუება არ არის აუცილებელი ის ან ქრისტიანი იყოს ნიშნულობა არ აქვს საქართველოს მე ვფიქრობ ნებისმიერი ცხოვრებისთვის ეს მტკივნეული საკითხია და რას მინდა შევეხო წმინდა გიორგის ვერანაირად ვერ აიძულებდნენ რომ ღვთის საწინააღმდეგო გადაედგა ასევე ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ხოლმე ძალა რომ რაღაცას რომ დავაშავებთ შენდობის თხოვნის ვაჟკაცობა უნდა გქონდეს თუნდაც უფალთან თუნდაც საკუთარ ქვეყანასთან სამშობლოსთან თუნდაც თითოეულ ადამიანთან ჩვენ აუცილებლად უნდა ვითხოვდეთ შენდობას რომ ღმერთმა მოგვიტევოს ცოტა ხნის წინ თხოვე ადამიანებს რომ გადაეხედათ თავიანთი ცხოვრებისთვის და სინანული გამოეხატათ და ხელი არ შეეშალათ იმ პროცესებისათვის რაც ქართველმა ერმა აირჩია მაგრამ მეტყობა ჯერჯერობით ვაჟკაცობა არ ყოფნით იმიტომ რომ მართლა ძალიან ძნელია როდესაც წაგებული ომის მერე გამოდიხარ და იძახი რომ მოგებული ვარო ჩვენ ქართველებმა წავაგეთ და რუსთაველზე როდესაც ბიჭების გვამები გაცეებული არ იყო ვის მოუგეს მაინტერესებს რომელი ქვეყანა დაამარცხეს ამას ვერ დავივიწყებთ მაგრამ თუ შეინანებენ მაშინ მიტევებასაც მიიღებენ იმიტომ რომ სულ გზელობას ყველას ვერ მოთხო შეიძლება ქვეყნის სათავეში იყო მაგრამ იყო სულ მოკლე არ უნდა გვეშინოდეს ხილება ეკლესია ყოველთვის ამხელდა ხშირად მესმის ხოლმე ჩემი სამართით რომ აქამდე სად იყო მგდლობამდე ერში რომ ვიყავი თუ ის არასდროს ჩემი ცხოვრების საბაბი არ მიმიცია რომ მაგით ჩემი მისამართით ეთქვათ იქ ვიდექი და იქ ვიდგები სადაც ჩემ სამშობლოს ჭირდება და ვერავინ ვერ მაიძულებს ღვთისშეწევნით გადაუხვიო მაგას იმიტომ რომ ჩვენ იესო ქრისტეს ერი ვართ დედა ღვთისმშობლის ერი ვართ წმინდა გიორგის ერი ვართ და ლაჩრობა არ შევქმნის ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჯოგივით ვერ უნდა მიგვრეკონ ხოლმე თუ წინა მაგალითები არ გავიხსენეთ შეიძლება იგივე სიტუაციაში აღმოჩნდეთ ეხლაც ამიტომ თავარია რა სულ რამდენი ადამიანია სამი ადამიანი კიდე რამდენად დაემატოს იმათ რომ აღიარონ ათასები განთავისუფლდებიან შიშისაგან მათ აღარავინ არ შეეხება იმიტომ რომ ალბათ ქრისტიანები ვართ და ვიცით როდესაც ძალმომრე სისტემა იქ ბევრს აიძულებენ ბევრს ვაჟკაცობას ვერ მოთხოვ და ამიტომ რადგან ვაჟკაცობას ვერ მოთხოვთ შედარებით ადვილად მიუტევებთ ალბათ იმათაც ვაჟკაცებს თავის ღირსების გზნობა აქვს და ყოველ შემთხვევაში სამ კაცს და 4 კაცს თუნდაც ერთხელ ვერ გადავაყოლებთ ხო და იმათაც ვისაც ტყუილი შიში აქვთ რომ ვინმე რაღაც ისე ცუდად შეეხება შეხედონ როგორ იქცევიან მათი ლიდერები და აქვთ გზა აირჩიონ წმინდა გიორგის გზა რაღაცაზე უთხრან მაინც პირში რომ რატომ იქცევით მასე გამოდით და აღიარეთ ის რაც ჩადენილი მაშინ ჩვენი ერი ხო უფრო ადვილად გაერთიანდება ეს დაყოფა არ შეიძლება ეშმაკი ყოფს ღმერთი აერთიანებს ხონდა ძლივს არჩევნების მერე იმედი ჩაისახა რომ გავერთიანდებოდით და კიდე რაღაც იბრძვიან მაგრამ ყველა მიცოდეს რომ რაც არ უნდა იბრძოლონ ჩვენი მუღირსებას მეომრების მასე დამცირებას ჯერ გაციებულები არ იყვნენ
გინ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ოსებიც აქ ტაშფანდურა იყო თბილისში გამართული. ამას თვალი უნდა გაუსწოროთ და კარგად ვიცოდეთ რომ დემოკრატია 5 წუთში არ მყარდება, ძალიან მძიმე პირობები იყო ქვეყანაში არჩევნების წინაც, ეხლაც როდესაც ხელისუფლების გადაბარების მომენტია და ალბათ ნაბიჯ-ნაბიჯს წავალთ იქითკენ რომ თავარ ღირებულებას ადამიანისას თავისუფლებას და ღირსებას არ შევეხოთ. წმინდა გიორგი ხომ მხედარი იყო და მე მიხარია ჩვენი ჯარისკაცების. ისინი ყოველთვის ღირსეულად ასრულებდნენ ხოლმე თავიანთ მოვალეობას და მე მწამს რომ ყოველთვის მასევე შეასრულებენ. ჩვენთან თუ საზღვარგარეთ ისინი ვაჟკაცობის მაგალითები არიან და მათ ღირსებას გაფრთხილება უნდა. ისინი უნდა იყვნენ ერისათვის სათაყვანო ადამიანები. საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა არმიელს როგორ პატივსცემდნენ და ქართულ ჯარისკაცს და ოფიცერს არ უნდა კონდეს ის სიყვარული, რასაც იმსახურებენ. მათ ხომ ერისთვის არასდროს არ უღალატიათ. ისინი ხომ ერის წინააღმდეგ არასდროს არ წასულან. იმიტომ რომ ისინი შთამომავლები არიან დიდი ადამიანების და წმინდა გიორგიც მაგათი წინაპარია და მაგათი დამცველია. იმიტომ წმინდა გიორგი ხომ ხშირად ჩვენთან ერთად იბრძოდა. ამიტომ კიდე ერთხელ მოუწოდებ ყველა სინანულისაკენ, მათ შორის ჩვენ აქ ვინცა ვართ, გვეყოს ვაჟკაცობა და სხვები მაინც გადავარჩინოთ. რაც არ უნდა ვიყვიროთ, ხო? საქმეები ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება. ისინი ვინც დღეს ხმას არ იღებენ, აუცილებლად ამოიღებენ ხმას ცოტა ხანში. და მერე გამიჯვნა გვიანი იქნება. თავარია ეხლა ყველამ ვაღიაროთ და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ უფალიც აპატიებს და ჩვენ შევესწრებით რომ ყველას ვაპატიოთ, იმიტომ რომ საქართველოს ერთი სულიც არ აყავს დასაკარგავი. შეიძლება მკაცრად ლაპარაკობდე, მაგრამ ისე მაგათი სულებისთვის ვიძახი მაგას. ღმერთმა ხომ იცის, რას საკეთებდნენ. ჩვენ ხომ ვიცით, ბევრი ვარ შემსწრე. მე თვითონ ვარ ბევრი რამის შემსწრე. ამიტომ როცა ფიქრობენ რომ სადღაც მოbrunდებიან, სად მოbrunდებიან, ერთსაც კითხონ, იმიტომ რომ რაღაც ისეთებია, ისეთი კითხვებია, რომელსაც შევეკითხებით ჩვენ დავსვათ, სხვებმა თუ არ დასვას ის შეკითხვა, ჩვენ დავსვათ იმ შეკითხვებს და პასუხსაც მივიღებთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ და სირცხვილია რომ ჩვენი ერი ჯოგს დავემსგავსოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები. ეკლესია გვასწავლის ღმერთმა ადამიანი თავისუფლად შექმნა. ჩვენ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გვასწავლის თავისუფლებას, იმიტომ რომ ქალის პატივისცემა იყო თუ ადამიანის დაფასება, ჩვენ ქვეყანაში ყოველთვის იცოდნენ ეს. დღესაც მასე ვართ ტოლერანტობაზე კიდე მითხარით ვის ვერჩით ჩვენ მართლმადიდებლები. სადგინახავთ რომ აქეთ ვიცავთ ხოლმე თუნდაც სხვა სარწმუნოების იყო და სხვა ეროვნების იყოს. ჩვენ უცხოეთიდან მივიღებთ ყოველივე იმას, რაც აღმატებულია, რაც ჩვენს ნეობაზე დიდია, იმას მივიღებთ და რაც ჩვენთვის უზნეობაა, ყველამ კარგად იცოდეს, რომ იმას არ მივიღებთ. ხალხის განწყობაც ყველამ იცის. მე მარტო ჩემსას არ ვამბობ, ხალხის ძირითადი ნაწილი, საღი ნაწილი საქართველოს მოსახლეობის მე რასაც გამოვთქვავ, ბევრთან საუბრობ ხოლმე და მაგ შეხედულების არის ყოველივე ამ პროცესებზე. ამიტომ ხალხსაც ვცეთ პატივი, თუ ღმერთის არ ვწამს და ხალხს მაინც მოუხადოთ ბოდიში. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ. ყველა მიცოდეს, რომ როგორც არჩევნების წინ იძახოდნენ, წარსულში ვეღარავინ ვერ დაგვაბრუნებს. თავისუფლების სული ისე მონატრებული ქონდა ქართულ ადამიანს, არავის არ მისცემს საშუალებას, რომ ეს სული ჩაკლან. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს, იმიტომ რომ მონობისთვის არ არის ადამიანის შექმნა, ღვთის მონებისგანაც უნდა განთავისუფლდეს. ბელადომანის დრო წავიდა, თუ ვინმეს უნდა ბელადი და რაღაცა, ეს თავის პრობლემაა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავს. იხარეთ თორსავ სოფელ შინა. რავას დაესწარით და კიდე იმ ერს, რომელმაც ამ გაჭირვების ჟამს ასეთი დიდებული ტაძარი ააგო,
არეგების რაღაცეების დაშვება. უნდა ვიყოთ ვაჟკაციერი სოფლიოში, რომელი ერიც არის, ყველა ერი საყვარელია ღვთისთვის, იმიტომ რომ ღვთის შექმნილია და რომ დავიყავით ერებად, ყველას თავის სილამაზე აქვს და ჩვენს ერთ-ერთი შვილი მრავალშვილიან ოჯახში ერთ-ერთი შვილი ქართველობაც ვართ. და ჩვენი ვაჟკაცობით, ჩვენი უდიდესი სიყვარულით, ურთიერთგატანით სოფლიოს უნდა ვანახოთ თუ ვინ ვართ და რანი ვართ. ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა დაგლოცოთ და დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენი ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს, სხვა ეროვნების ადამიანებიც და სხვა სარწმუნოებიც, როდესაც უწმინდესმა სამდღიანი მარხვა გამოაცხადა, ჯერის მიხაროდა რომ რესტორნებთან მანქანები აღარ იდგა მაშინ. და მერეც რამდენი მუსულმანი იყო, რამდენი სომეხი იყო, თუ სხვა ეროვნების ადამიანი იყო, ისინიც კი ლოცულობდნენ მშვიდობისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ერთი საქართველოს შვილები ვართ. ჩვენ უკვე საზოგადოებად თითქმის ჩამოვყალიბდით, თავარია ეხლა გავხდეთ ძლიერი და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება. ეკლესიას ამის არეშინა პირიქით მომხრია, რომ ამ პროცესებს ხელი შეუწყოს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, იხარეთ ორსავ სოფელშინა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დასრულდა მეუფე იაკობის ქადაგება, დასრულდა საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში, რომელიც გიორგობის დღესასწაულთან არის დაკავშირებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წყინვალე დღესასწაულს, კიდევ ერთხელ ულოცავთ სრულიად საქართველოს. დღევანდელ წირვის კომენტარებს ვაკეთებდით.